დათო ჯინჭარაძე, რომლის მიმართაც მე პატივისცემის მეტი ამ დღეებამდე არაფერი არ მქონდა, ბოლო დღეების განმავლობაში სისტემატურად იყო პროკურატურაში დაბარებული და რომ მასზე პირდაპირ განხორციელდა ზეწოლა, ეს პირადად მას ჩემთანაც აქვს დადასტურებული საუბარში. ანალოგიური ჩემი მეორე კოლეგის მიმართ, გოგა კველაძეს მიმართ, რომელსაც მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე, როგორც თვითონ აკეთებს ინფორმაციას, არის ზეწოლა, მის ოჯახის წევრს დაეკისრა საკმაოდ დიდი ფინანსური სანქციები. არჩევნების შემდგომ ეს სანქციები კიდევ უფრო ასე ვთქვათ, გაიზარდა, თუმცა სანქციები შეიძლება მანამდეც არსებობდა და მიდის პირდაპირ ვაჭრობა, რომ ეს სანქციები თუ მხოლოდ გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ის დარჩება ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრად. მართლაც გულწრფელად ჩავხედო თვალებში ჩემს მეზობლებს, მეგობრებს და იმ ბევრ ადამიანს, რომელმაც მიამირჩია იმისათვის, რომ მათი ცხოვრება უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე არის დღეს. ხო, უკავშირდება იმ ინციდენტს, რომელთან დაკავშირებით როგორიც მოწმის საფრთხე დაბარებული. მე იმ კონკრეტულ საქმეზე ის ძველი საქმეა, მე უბრალოდ მოწმენთვალე დაკითხული და სასამართლოში ვარ გამოძახებული, დასაკითხით მეტი არ.